კარგი, ხალხო. მოხდა ის, რასაც ბევრი ვერ წარმოიდგენდა. ალექს პერეირამ მაგომედ ანკალაევი ნოკაუტით დაამარცხა პირველი რაუნდის დასაწყისშივე. დიახ, სწორად გაიგეთ, 1 წუთი და 25 წამი და ყველაფერი დასრულდა. არანაირი გაწელილი ბრძოლა, არანაირი მოსინჯვა, უბრალოდ სუფთა, ზუსტად გათვლილი დარტყმა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ბევრი ფიქრობდა, რომ ამჯერად ანკალაევი იოლად მოიგებდა. ბოლოს და ბოლოს წინა ბრძოლაში მან ალექსი დამაჯერებლად დაამარცხა. გააჩერა მისი ტემპი, მოაშორა ქაოსი და აიძულა სტრატეგიულად ემოქმედა. მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო. პერეირა აღარ იყო ის ბრაზილიელი მონსტრი, რომელიც უბრალოდ ძალაზეა დამოკიდებული. ის მოვიდა აურით, რომელიც პირდაპირ ბურღავს ხაერს. იმ წუთიდან, როცა ის არენაში გამოჩნდა, ყველა მიხვდა, ეს სხვა ალექსია. ის აღარ ცეკვავდა, აღარ ციოდა ემოციებით. თვალები ცივი ჰქონდა, თითქოს რაღაცას შიგნიდან ხვდებოდა, დღეს ანკალაევი დაეცემოდა. პირველი წამებიდანვე პერეირა წავიდა შეტევაზე, არ ელოდა, არ ტესტავდა დისტანციას. ის იმ რადიუსში შევიდა, სადაც მაგომედი ჩვეულებრივ თავის მსხვერპლს იმსხვერპლებს, მაგრამ ამჯერად ყველაფერი უკუღმა წავიდა. ანკალაევი ცდილობდა წონასწორობის შენარჩუნებას, წრეზე მოძრაობდა თავისი ცნობილი კონტრდარტყმისთვის ადგილის ძიებაში. მაგრამ ალექსმა ისე მკაფიოდ ამოიკითხა მისი ტაიმინგი, თითქოს უკვე იცოდა რა მოხდებოდა. ორი დაბალი დარტყმა ფეხებზე, თითქოს ყურადღების გადასატანად და უცებ მარჯვენა ფინტი, რომელიც ანკალაევს დააბნია. შემდეგ მარჯვენა, მოკლე, მკაფიო, ცივი დარტყმა პირდაპირ ნიკაპში. დარტყმის ხმა რომ გაისმა, მთელი დარბაზი გაჩერდა. როგორც კი მაგომედი დაეცა, დრო თითქოს გაჩერდა. ალექსმა ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, ხელები არა უწევია, არც ყვირილი, არც ემოცია, უბრალოდ ჩაიერა გვერდით, თითქოს ჩვეულებრივი დღე იყო ოფისში. ეს იყო სუფთა პროფესიონალიზმი, ცივი თავდაჯერება და რაღაც განსაკუთრებული ენერგია, რომელიც მხოლოდ ნამდვილ მებრძოლებში იგრძნობა. ბევრმა იფიქრა, რომ ეს რევანში უბრალოდ შურისძიება იყო, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო სიმბოლური დახურვა მთელი ისტორიისა. პირველ ბრძოლაში ანკალაევმა ადამიანად გამოიყვანა, აჩვენა, რომ მისი ძალა შეიძლება შეჩერდეს. ამჯერად კი ალექსმა ყველაფერი შეცვალა. ადამიანი, რომელიც ერთხელ დაეცა, გახდა მტაცებელი, რომელმაც აღარ დაუტოვა შანსი არავის. სანამ ხალხი ცდილობდა გაეგო რა მოხდა, ალექსი უკვე იღიმოდა თავის კუთხეში, თითქოს ამბობდა, ეს არ იყო იღბათი, ეს იყო ზუსტად გათვლილი შანსი. და მართლაც ეს შემთხვევით არ ყოფილა. პერეირამ თავისი ტაქტიკა ბოლომდე შეცვალა. ის აღარ იყო მოთმინების არ მქონე ძალოვანი დარტყმების მანქანა. ის გახდა გამთვლელი, შემსრულებელი, რომელიც ელოდება ზუსტ მომენტს. და როცა ეს მომენტი მოვიდა, არ დააყოვნა. ანკალაევი მაინც დიდებული მებრძოლია. ის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და მშვიდი სტრაიკერია დივიზიონში, რომელიც იშვიათად უშვებს შეცდომას. მაგრამ აი სწორედ ეს ერთი შეცდომა, ერთი წამით დაკარგული ყურადღება, ყველაფერი გადაწყვიტა. პერეირასთან ერთი წამიც კი საკმარისია, რომ ყველაფერი დაინგრეს. მას არ სჭირდება 5 რაუნდი, არ სჭირდება მსაჯების გადაწყვეტილება, ერთი სუფთა დარტყმა და ისტორია თავიდან იწერება. ამ გამარჯვებამ პერეირა სხვანაირ მებრძოლად აქცია. ხალხმა, ვინც მას უბრალოდ ძალოვან ბრაზილიელს მიიჩნევდა, ახლა დაინახა სხვა მხარე, მოთმინება, გათვალა და ზუსტი შესრულება. ის აღარ არის მხოლოდ დარტყმის მანქანა. ის გახდა მტაცებელი, რომელიც ელოდება, სანამ მსხვერპლი მოდუნდება და მერე იღებს იმას, რაც უნდა. და აი, როდესაც ყველაფერი დასრულდა, ხალხი ფეხზე იდგა. არავინ ელოდა ასეთ სწრაფ დასასრულს. კომენტატორები გაჩუმდნენ რამდენიმე წამით, თითქოს სუნთქვა შეეკავათ. ეს იყო ის მომენტი, როცა მთელი დარბაზი ერთდროულად მიხვდა, რომ პერეირამ არა მარტო მოიგო, მან წაშალა პარსული. ალექს პერეირას გამარჯვების შემდეგ არენაში ისეთი ატმოსფერო შეიქმნა, თითქოს ისტორიას ახალი თავი დაეწერა. გულშემატკივრები ჯერ კიდევ გაოგნებულები იყვნენ. ეს ხომ ის ბრძოლა იყო, რომელსაც ბევრი მინიმუმ 3 რაუნდის დაპირისპირებას უწინასწარმეტყველებდა. მაგრამ რეალობამ ყველაფერი შეცვალა. 1 წუთი და 25 წამი და მსოფლიო შთაბეჭდილება შეეცვალა არა მხოლოდ პერეირაზე, არამედ მთელ მსუბუქ მძიმე წონაზე. UFC-ს ოფიციალური პირები თითქოს ვერ ასწრებდნენ ემოციების დამალვას. დეინა უაიტი პირდაპირ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ეს ნოკაუტი იყო საშინლად ზუსტი და ცივი, ისეთი, რომელიც წლების განმავლობაში ხალხს გაახსენდება. ეს აღარ იყო უბრალოდ სპორტული მოვლენა, ეს იყო განცხადება. ალექსმა ყველას აჩვენა, რომ შეუძლია რევანშის აღება არა სიტყვებით, არამედ ფაქტებით. მთავარი განსხვავება ამ ბრძოლაში სწორედ პერეირას ფსიქოლოგიაში იყო. წინა ჯერზე, როცა ის ანკალაევს შეხვდა, თითქოს ზედმეტად ცდილობდა თავისი დომინანტობა დაემტკიცებინა. ის წავიდა ომზე, რომელიც არ იყო მისი სტილი. ამჯერად კი ყველაფერი შეაბრუნა, აღარ ჩქარობდა, აღარ ცდილობდა გადაელეწა მოწინააღმდეგე. პირიქით, ის ელოდა და ამავდროულად ამზადებდა ნიადაგს იმ ერთ ზუსტ წამზე, რომელიც ყველაფერს ხვეთს. ბევრი ფიქრობს, რომ პერეირა უბრალოდ ძლიერი მებრძოლია,
მაგრამ ვინც კარგად უყურებს მის ბრძოლებს, მიხვდება, ის გონებით ებრძვის. მისი ყველა მოძრაობა გათვლილია. როცა ის თვალს გესვრის, თითქოს პირდაპირ სული გიყურებს და სწორედ ეს ემოციების არქონა აშინებს მოწინააღმდეგეებს. მაგომედმაც კი აღიარა პრესკონფერენციაზე. ის მაყურებდა ისე, თითქოს უკვე იცოდა როგორ დამამარცხებდა. და აი სწორედ ეს იცოდა, გახდა გარდამთხევი. ალექსის ტაქტიკა იყო პროვოკაცია. მცირე მოძრაობები, ფეშის დაბალი დარტყმები, რომ მაგომედი რეაგირებას დაიწყებდა და როცა ანკალაევმა ეს წამით გააკეთა, პერეირამ დაიჭირა ის წამი. როგორც ალექსი ამბობს, ბრძოლაში ერთი სუნთქვა საკმარისი, რომ ყველაფერი შეიცვალოს. მე უბრალოდ დავიჭირე ის სუნთქვა. შესაძლოა სწორედ ამიტომ ამ გამარჯვებას UFC-ის ისტორიაში განსაკუთრებულად ხედავენ. ეს არ იყო მხოლოდ ტიტულის დაბრუნება, ეს იყო ფსიქოლოგიური გამარჯვება, ის რაც ყველა დიდ ჩემპიონისთვის გარდამთხევია. როცა შენ დამარცხებული ხარ და მაინც ბრუნდები, ცივი თავით და მშვიდი გულით, სწორედ მაშინ იბადება ნამდვილი მებრძოლი. ანკალაევმა კი ამ ბრძოლით არაფერი დაკარგა. პირიქით, ბევრისთვის ის მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და საშიშ მებრძოლად. მაგრამ ეს ბრძოლა აჩვენა, რომ ძალად და ტექნიკაც ყოველთვის არ არის საკმარისი. არსებობს რაღაც ისეთი, რასაც ვერ ასწავლი, შინაგანი მტაცრებლობა, რომელიც ალექსს ბავშვობიდან თანსდევს. როცა ხედავ როგორ ჩადის ის ოქტაგონში, თითქოს ესმის, რომ იქ მისი ბუნებრივი ადგილი არის. არანაირი ზედმეტი ჟესტი, არანაირი ემოცია, უბრალოდ ცივი რუტინა, როგორც მეომარი, რომელიც საკუთარ დანიშნულებას ასრულებს. ბრაზილიაში, რიოში, პერეირას გამარჯვება ისე აღნიშნეს, თითქოს ქვეყნის ეროვნული დღესასწაული ყოფილიყო. მისი ტომის ხალხი, ვინც იცის მისი წარმოშობა, ვიდეოები გაავრცელეს, სადაც ცეკვავენ ტრადიციულ მუსიკაზე და კითხულობენ: პოატანი დაბრუნდა. ეს მეტაქსახი, რომელიც პერეირას აქვს, პოატან, მის ენაზე ნიშნავს მძიმე ხელი. და ეს მძიმე ხელი ამჯერად ისე იქცა სიმბოლოდ, რომ ძალა, როცა მასთან გონებაც ერთიანდება, შეჩერება შეუძლებელია. ამ გამარჯვებით არა მხოლოდ სპორტული მხარე შეიცვალა, ის გახდა კულტურული მოვლენა. ბევრმა ახალგაზრდა მებრძოლმა თქვა, რომ სწორედ პერეირამ აჩვენა მათ, როგორ შეიძლება დაეცეს და კვლავ წამოდგენ, ოღონდ უფრო ძლიერი. ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება ოქტაგონში, ეს იყო გამარჯვება საკუთარ ფიშებზე, საკუთარ წარსულზე. ახლა მთელი მშობლიო ელოდება, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ზოგი ამბობს, რომ ალექს უნდა გადავიდეს მძიმე წონაში და შეეცადოს ისტორიაში პირველი გახდეს, ვინც სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიგებს ჩემპიონობას. სხვები კი ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს საქმე 205 ფუნტზე, რადგან როგორც თავად ალექსმა თქვა, თავისუფლება ნიშნავს არჩევანს. მე ახლა ზუსტად იქ ვარ, სადაც შემიძლია ავირჩიო. ახლა როცა ემოციები ოდნავ დაცხრა და გამარჯვების ეიფორია თანდათან გადაიქცა ანალიზად, ყველა ერთი კითხვით არის დაკავებული. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი ალექს პერეირასთვის? იმიტომ რომ ახლა ის იმ იშვიათ მდგომარეობაშია, როცა ჩემპიონს არაფერი აკავებს. მას აღარ ჭირდება საკუთარი სახელის დამტკიცება. ის უკვე გახდა ლეგენდა, ადამიანი, რომელმაც ორჯერ დაიბრუნა ქამარი და ორივეჯერ ისე, რომ საეჭვო არაფერი დაუტოვებია. ყველაზე რეალური ვარიანტი, რაზეც ახლა ყველა საუბრობს, მძიმე წონაში გადასვლა. დიახ, იქ სადაც ტომას პინალია მეფე. ეს ბრძოლა, პოატანისა და ასპინალის დაპირისპირება. უკვე მედიაში წაიყვანეს როგორც მომავალი ტიტალების ომი. წარმოგიდგენიათ ეს სანახაობა? ერთი არის სუბუქმძიმე წონის ზუსტის სტრუქტურირებული დარტყმის ოსტატი, მეორე კი ბუნებრივი მძიმე წონის მებრძოლი, რომელსაც დაუჯერებელი ტემპი და ინტელექტი აქვს. UFC-ის ხელმძღვანელობასაც ასეთი სცენარი აშკარად მოსწონს. რატომ? იმიტომ რომ პერეირას თითოეული ბრძოლა უკვე არა მხოლოდ სპორტია. ეს არის მოვლენა, რომელიც მთლიანად იპყრობს სოციალურ მედიას. როცა ალექსი ოქტაგონში შედის, ხალხს უკვე წინასწარ ეშინია იმის, რასაც დაინახავენ. მის დარტყმებს თავისი ენერგია აქვს. თითქოს ყოველი მოძრაობა რაღაც უძველეს რიტუალს ემსახურება. მაგრამ არის მეორე მხარეც. ალექსის სიტყვებით მას ჯერ კიდევ დარჩა საქმე 205 ფუნტზე. მე არ ვგრძნობ, რომ აქ ყველაფერი დავასრულე, თქვა მან ინტერვიუში ESPN-თან. და მართლაც სუბუქმძიმე წონა ახლა ისეთი სიღრმითაა სავსე, რომ ნებისმიერი ახალი ბრძოლა შეიძლება კლასიკად იქცეს. იური პროხასკა ისე ველოდება შანსს. მესამე დაპირისპირებას ითხოვს და გულწრთელად რომ თქვათ, ამ ორ კაცს შორის ბრძოლა ყოველთვის დრამაა. მათი სტილი იმდენად განსხვავებულია, რომ ყოველი შეტაკება დაუდგენელია. იური ქაოსში ყვავის, ალექსი კი ამ ქაოსს აკონტროლებს. ეს არის ის ენერგიის დაპირისპირება, რომელიც UFC-ის ისტორიაში ყველაზე მძაფრი ისტორიების ნაწილია. გარდა ამისა ჩნდება კიდევ ერთი სახელი, კარლოს ულბერგი. ბევრმა შესაძლოა ჯერ ვერ გაიცნო, მაგრამ ახალ ზელანდიაში ის უკვე დიდი მედად ითვლება. და მთავარი ირონია, ის ამავე გუნდში ვარჯიშობს, სადაც ადესანიაა. ეს ნიშნავს, რომ პერეირას მომდევნო მოწინააღმდეგე შესაძლოა ყოფილი გუნდის წარმომადგენელი ყოფილიყო.
ამით UFC-ს უკვე გააჩნია იდეალური ნარატივი, მოწაფე წინააღმდეგ ოსტატისა და ასეთი ისტორია ყოველთვის კარგად იყიდება. მაგრამ ალექსის შემთხვევაში ფულიან პოპულარობა მთავარი мотиваცია არ არის. ის თავად ამბობს: მე მებრძოლი ვარ, არა შოუსმენი. ხალხს უნდა მიყურეს, რადგან მათ უნდა ესმოდეთ, რომ აქ სიცოცხლის თამაშია. ეს სიტყვები მის შიგნით არსებულ სიღრმეს ავლენს. პერეირა ისეთია, თითქოს დროის სხვა ეპოქიდან მოვიდა, სადაც ბრძოლა არა მხოლოდ სპორტი იყო, არამედ ადამიანის სულიერი გამოცხდა. და სწორედ ეს განსხვავება ხდის მას უნიკალურს. როდესაც ის ოქტაგონში შედის, იქ რაღაც უხილავი იცვლება. სიჩუმე, რომელიც მოხვება მის შემოსვლას, ისეთია, რომ ხალხი გრძნობს, რომ რაღაც უფრო დიდს უხურებს, ვიდრე უბრალოდ ორ მებრძოლს. რაც შეეხება მაგომედ ანკალევს, მისი გზა ახლა რთულია, მაგრამ არ არის დასრულებული. ასეთი მარცხლების შემდეგ ბევრი იშლება, მაგრამ მაგომედი სხვა ტიპის ადამიანია. მასში დისციპლინა ბავშვობიდან არის დარგული. ის რაც დაგესტანში მებრძოლს ქმნის, ძალა არ არის, ეს არის მტკიცერწმენა, რომ ყოველი დაცემა გაკვეთილია. გავრცელდა ცნობები, რომ ანკალეები უკვე დაბრუნდა ვარჯიშებზე და გეგმავს რესტარტის. UFC-ს შიდა წრეებში ამბობენ, რომ შესაძლოა მისი შემდეგი ბრძოლა სწორედ იური პროხასკასთან იყოს. ეს იქნება ტექნიკისა და ქაოსის დაპირისპირება, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება აფეთქდეს. და თუ მაგომედი ამ ბრძოლას მოიგებს, მისი შანსი ტიტულზე დაბრუნებისთვის ისევ ცოცხალი იქნება. მოკლედ რომ თქვათ, ეს ერთი ბრძოლა პერეირასა და ანკალევის შორის არამხოლოდ შედეგი იყო, ეს არის ახალი ციკლის დასაწყისი. ერთი თავი დაიხურა, მაგრამ წიგნი ჯერ არ დასრულებულა. ალექს პერეირას ფენომენი მხოლოდ სპორტული სტატისტიკა არ არის. ეს არის სულიერი ამბავი. ადამიანი, რომელმაც ბავშვობიდან ჰარდშიპით სავსე ცხოვრება გაიარა, დღეს იქცა გლობალურ სიმბოლოდ იმისა, რომ ნებისყოფა და შინაგანი დისციპლინა ყველაფერს ცვლის. მისი ისტორია ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ოქტაგონის შიგნით მოგებული ტიტულები. ბევრმა არ იცის, მაგრამ სანამ ალექსი ჩემპიონი გახდებოდა, ის ცხოვრობდა უკიდურესი ღარიბეში. მუშაობდა სამშენებლო ობიექტებზე, ზოგჯერ დღეში 12 საათი და ყოველ საღამოს სახლში ბრუნდებოდა იმ აზრით, რომ უნდა ივარჯიშოს, თუნდაც ძალა აღარ ქონდეს. მისი ტომის, ტუპი გუარანის ხალხის ტრადიციებში სჯერათ, რომ ბრძოლა ადამიანის ბუნების ნაწილია და ალექსი ამ რწმენას დღემდე ატარებს. სწორედ ამიტომ, როცა ის ოქტაგონში შედის, მისი მზერა იმდანად განსხვავებულია, იქ არ ჩანს ამბიცია ან შიში, იქ ჩანს სიმშვიდე. ეს სიმშვიდე კი მხოლოდ ერთი გზით მოდის, როცა ადამიანის საკუთარ შეგნით ყველა ბრძოლა უკვე მოიგო. UFC-ს კომენტატორებმა ამას პოტანის სიჩუმე უწოდეს. ის მომენტი, როცა მან აგრესიის ნაცვლად შიგნიდან გამოსხივებული ენერგიით იწყებს დომინირებას. მისი ფეხის მოძრაობა თითქმის უხილავია. დარკმები თითქოს ჩუმად მოდის, მაგრამ ყოველი მათგანი ხმაურიანია შედეგით. სწორედ ამიტომ პერეირას ბრძოლებს ახასიათებს ის უცნაური შეგრძნება, თითქოს დრონელდება სანამ ის მოძრაობს. საინტერესოა, რომ პერეირას ბრძოლაში სულიერება ყოველთვის იგრძნობა. ბევრი ამბობს, რომ მან MMA-ს ასწავლა რაღაც ახალი. როგორ უნდა იყოს სასტიკი და ამავდროულად შინაგანად მშვიდი. ეს კონტრადიქცია, მაგრამ სწორედ ამ კონტრასტში იმალება მისი ძალა. ალექსის სტატუებიც კი სიმბოლურია. ყოველი მათგანი რაღაცას ნიშნავს. მისი მკლავზე დატანილი ტომის ნიშანი არის დაცვის წრე, რაც მისთვის ნიშნავს, რომ ბრძოლა მხოლოდ ფიზიკური არ არის, არამედ ენერგეტიკური ბალანსის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ პერეირა ხშირად ამბობს: როცა ბრძოლაში ვარ, მე არ ვიბრძვი მხოლოდ ადამიანთან, ვიბრძვი საკუთარ ეჭვთანაც. მოწინააღმდეგები ამას ხშირად ვერ ხვდებიან. მათთვის ის უბრალოდ ცივი ბრაზილიელია, მაგრამ ვინც ერთხელ მაინც შეხვდა მას პირისპირ, აღწერს უცნაურ შეგრძნებას. თითქოს ალექსი არ გიყურებს როგორც მეტოქეს, არამედ როგორც ტესტს. და როცა ის ტესტს გადაის, შენ აღარ არსებობ მისთვის. პერეირას კარიერა ბევრს გავს იაპონის სამურაების გზას. გზა, სადაც ბრძოლა არის მედიტაცია. მისთვის ოქტაგონი იგივეა, რაც სამურაებისთვის დოჯო. ყოველი შესვლა იქ არის რიტუალი. თითოეული დარტყმა სიმბოლო, თითოეული გამარჯვება შინაგანი ქაოსის დალაგება. სწორედ ამიტომ მის ბრძოლებს ახასიათებს ის უცნაური შეგრძნება, თითქოს დრონელდება სანამ ის მოძრაობს. როცა ის ანკალეებთან ნოკაუტით მოიგო, ბევრი გულშემატკივარი იტირა. არა იმიტომ, რომ ეს უბრალოდ გამარჯვება იყო, არამედ იმიტომ, რომ ამ ნოკაუტში იგრძნობოდა 10 წლეულების შრომა, ტკივილი და რწმენა. დავი, უფრო მეტ ადამიანს ესმის ეს ამბავი, მით უფრო ცხადი ხდება, რომ ალექს პერეირა გაცილებით მეტია ვიდრე ჩემპიონი. ეს არის მაგალითი იმისა, რომ თვითკონტროლი და რწმენა საკუთარ გზაზე ყველაზე ძლიერი იარაღია. თუმცა, მიუხედავად ამ სულიერი სიმყარის, ის მაინც რჩება საოცრად რეალისტა. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: მე არ ვიღმარვი ღირო,
მე უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო, რადგან თუ მე არ გავაკეთებ, ეს გზა დაიხურება და როცა გზა დაიხურება, მე აღარ ვიქნები. ეს სიტყვები იმდენად გულწრფელია, რომ მათში იგრძნობა რაღაც მარტივი ჭეშმარიტება. ნამდვილი ჩემპიონი არ ბიდება ოქროთი, ის იქმნება ტკივილით და სიმშვიდით. და სწორედ ამიტომ პერეირას მიმართ დღეს ისეთივე პატივისცემა აქვთ, როგორც ძველ მეორების მიმართ ჰქონდათ. როცა ის ოქტაგონიდან გადის, ხალხი არ ყვირის, არ შფოთავს. ისინი ჩუმად დგანან და უბრალოდ უყურებენ. თითქოს ხედავენ ადამიანს, რომელმაც რაღაც საკუთარ შიგნით გაიმარჯვა და ეს გამარჯვება უკვე სხვებსაც გადასცა. ალექს პერეირას ბოლო ბრძოლა მაგომედ ანკალაევთან არა მხოლოდ სპორტული გამარჯვება იყო. ეს იყო გზავნილი. გზავნილი ახალი თაობისთვის, MMA-ის სამყაროსთვის და იმ მილიონობით ადამიანისთვის, ვინც ოდესმე საკუთარ თავთან ბრძოლაში დაიღალა. როცა ოქტაგონში გაისმა ბოლო ზარი და პერეირამ ხელი ასწია, იქ მხოლოდ ერთი ჩემპიონი არ იდგა. იდგა ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ სიჩუმე ზოგჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ხმაური და რომ ნამდვილი მებრძოლი ის არ არის, ვინც ბევრს ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც მშვიდად აკეთებს შეუძლებელს. სპორტულ სამყაროში ხშირად ყველაფერი ქრება სწრაფად. ერთი ჩემპიონი მეორეთი იცვლება, ერთი რეკორდი მეორეთი. მაგრამ პერეირას შემთხვევაში რაღაც სხვაგვარად მოხდა. მისი სახელი აღარ არის უბრალოდ სტატისტიკაში ჩაწერილი. ის იქცა სიმბოლოდ. MMA-ის ისტორიაში ცოტაა ასეთი ფიგურა. ისეთები, ვინც აჭარბებს ფორმატს, წონით კატეგორიას და ორგანიზაციას. ალექს პერეირას ამბავი არის იმის მტკიცებულება, რომ კაცობრიობას ჯერ კიდევ სჭირდება გმირები. არა გმირები, რომლებიც მაღლად განან სხვებზე, არამედ გმირები, რომლებიც გვახსენებენ, რომ ყველა ბრძოლა იწყება შიგნით. UFC-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ პერეირას გავლენა უფრო სულიერია, ვიდრე ტექნიკური. როცა ახალგაზრდები უყურებენ მის ვარჯიშებს, მათთვის ეს არ არის უბრალოდ სპორტი, ეს არის რიტუალი. როცა ის დგას ბალახზე, დილას ადრე, მზის ამოსვლისას და ჩუმად ისვრის ჩრდილში მარცხნივ-მარჯვნივ, ეს კადრი იქცა სიმბოლოდ მედიტაციისა მოძრაობაში. მაშინ, როცა ბევრი სპორტსმენი საკუთარ სახელზე აყოლებს ხმაურს, პერეირა თითქოს პირიქით, ცდილობს გაქრეს, გაჩუმდეს, დარჩეს იქ, სადაც მხოლოდ არსი რჩება და სწორედ ამით გახდა ის დიდებული. მაგომედ ანკალაევიც აღიარა ამას. ბრძოლის შემდეგ მან თქვა: პერეირასთან ბრძოლა თითქოს შენს საკუთარ სულთან შეხვედრაა. ის არ საუბრობს ბევრს, მაგრამ როცა გიყურებს, ხვდები, რომ მის თვალებში არ არის ზიზღი, იქ არის სიმართლე და ეს ყველაზე რთულია მოსაგებად. ეს სიტყვები გახდა ერთ-ერთი ყველაზე ციტირებული ფრაზა MMA-ის სამყაროში, რადგან მათში ჩაიდო ის, რასაც პერეირა მთელი კარიერით ასწავლიდა. ბრძოლა არ არის ზიზღვი, ბრძოლა არის სიმართლის ძიება. სწორედ ამიტომ, როცა დღეს მასზე საუბრობენ, ხშირად აღარ ამბობენ მხოლოდ ჩემპიონი, მას უწოდებენ ბრძოლის ფილოსოფოსს, ადამიანს, რომელმაც დააკავშირა ძველი ტომის სიბრძნე და თანამედროვე სპორტის ენერგია. და მიუხედავად იმისა, რომ ალექსი არ საუბრობს მომავალზე, ყველა გრძნობს, რომ ის ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება რაღაც უფრო დიდს, ვიდრე ოქტაგონი. თითქოს ეს ბრძოლები მხოლოდ ეტაპებია გზაზე, რომელსაც თავადაც ჯერ ბოლომდე ვერ ხედავს. ფანები ამას გრძნობენ. ყოველ ჯერზე, როცა ის გამოდის მუსიკის ფონზე, მაყურებელი დგას არა მხოლოდ ოვაციით, არამედ სიჩუმით. ეს სიჩუმი კი უფრო მეც ამბობს, ვიდრე 1000 სიტყვა. ეს არის პატივისცემა ადამიანისადმი, რომელმაც გვაჩვენა, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, თუ გჯერა და არ წყვეთ გზას. ალექს პერეირა დღეს უკვე ცოცხალი ლეგენდაა, მაგრამ რაც უფრო ღრმად უყურებ მის ისტორიას, მით უფრო ხვდები, რომ ლეგენდა აქ არ თავდება. შესაძლოა ერთ დღეს ის დატოვოს ოქტაგონი, მაგრამ ის, რაც მისგან დარჩება ყველა ჩვენგანში, როგორც შინაგანი მაღლმაური სიჩუმე, რომელიც გვახსენებს. სიძლიერე არ არის ძალაში, სიძლიერე არის სიმშვიდეში.